ტურიზმის კანონი, რომელიც შემუშავდა, ძალიან წირად არის მოხსენიებული გასტრონომიული ტურიზმი. თუ ტურიზმის მიმართულებით წავალთ, იმიტომ რომ შეხედეთ, გასტრონომიული ტურიზმი არის ისეთი თემა, რომელიც ფაქტიურად ბუმია ახლა მთელ მსოფლიოში და სხვადასხვა კატეგორიებს განიხილავს. მწვანე ტურიზმი, ანუ სოფლის ტურიზმი, ქალაქის გასტრონომიული ტურიზმი, ფუდ ტურიზმი, კულინარიული ტურიზმი და გასტრონომიული ტურიზმი. გასტრონომიული ტურიზმი არის ქუდი. ანუ მის ქვეშ ლაგდება კულინარიული ტურიზმიც და ფუდ ტურიზმის და ზოგადად კულინარია არის გასტრონომიული ტურიზმის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი და გასტროტურისტი არის ყველაზე ინტელექტუალი ტურისტი, რომელსაც აინტერესებს არა მარტო კულინარია, არა მარტო ენოგასტრონომია, ანუ ღვინო, არამედ აინტერესებს ყველაფერი. მაგალითად, ადათები, რიტუალები, წესები, მაგალითად, ერთ кейსს თუ ავიღებ კორკოტი, ხო? რატომ შეიქმნა, სად გამოიყენება, რა რიტუალს ახლავს თან, როდის აკეთებდნენ, რა სამკურნალო დანიშნულება ჰქონდა. ეს ყველაფერი აინტერესებს გასტროტურისტს. ამიტომ ეს ყველაფერი უნდა იყოს მოცემული ზუსტად ტურიზმის განვითარების სტრატეგიაში, როგორც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი.